წინა გადაცემებში შენობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მასალაზე, ბეტონზე გიამბეთ. თუმცა მხოლოდ ბეტონი არმატურის გარეშე ვერაფერს გახდებოდა. მოგესალმებით. მე ვარ არქიტექტორი ანკა ჩოჩი და გიამბობთ იმ მასალაზე, რომელიც ბეტონს სუპერ ძალას ანიჭებს, ანუ არმატურაზე. არმატურის გამოყენების იდეა ბამბუკის ღეროებიდან მოდის, ხოლო ბეტონის არმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ 1859 წელს ჯოზეფ მონიემ ბაღის ქოთნების გასამყარებლად ბეტონში რკინის ღეროები დაამატა და ცდამაც გაამართლა. დიახ, დღეს მსოფლიოში იმდენი არმატურა იწარმოება, რომ დედამიწიდან მთვარემდე შეგვიძლია 8 ხიდი ავაშენოთ. საჭიროებამ თუ მოიტანა, რა თქმა უნდა. არმატურის დამახასიათებელი ნაწნავი ხომ იცით? ეგ უბრალოდ დიზაინერული გადაწყვეტილება კი არა, სწორედ ეგ ნაწნავი ზრდის არმატურის შეჭიდებას ბეტონთან მთელი 40%-ით. რაც უფრო მაგრად ეჭიდებიან ერთმანეთს, მით უფრო ძლიერია კონსტრუქცია. მსოფლიოში ყველაზე დიდი არმატურის დიამეტრი 150 მმ-ია და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში გამოიყენება. სტანდარტულად მშენებლობაში ყველაზე პოპულარულ დიამეტრად 12 ან 14 მმ ითვლება. თუმცა ეს ყველაფერი შენობის კონსტრუქციულ დატვირთვაზეა დამოკიდებული. ამიტომ ყველა შენობისთვის საჭირო არმირებას კონსტრუქციულ საინჟინრო კვლევა გვაძლევს. მოკლედ, სანამ არმატურას გამოვიყენებდით, მაღალი შენობების აშენება საკმაოდ რთული იყო. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც თუნდაც შემთხვევით სადმე არმატურას დაინახავთ, გახსოვდეთ, რაღაც უბრალო რკინას კი არ უყურებთ. თქვენს წინაშეა თანამედროვე მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური ელემენტი.